Ერთდებით სტუდენტების საგამოფენო სივრციდან, სადაც უკვე რამდენიმე საათია იკრიბებიან ახალგაზრდების სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, აღნიშნავენ მოქალაქეები ახალგაზრდების სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან ერთი მხრივ დღევანდელ დღეს ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო და მნიშვნელოვან თარიღს საქართველოს ისტორიაში 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს, მეორე მხრივ კი აქ შეკრებილი ადამიანები, ახალგაზრდები, რიგითი მოქალაქეები ამბობენ, რომ ეს უნდა იყოს და არის კიდეც რეჟიმის წინააღმდეგ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის გაგრძელება. დღე ამ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტიდან, ამიტომ ახალგაზრდები, რომლებთან ერთადაც ჩვენ გერთდებით ახლა პირდაპირ ჩარჩვით და უკვე მათ ვკითხავთ ამ დღის მთავარი გზავნილების შესახებ, იქამდე გეტყვით, რომ ეს ადამიანები ამბობენ, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს და მით უმეტეს ასეთ მნიშვნელოვან დღეს უნდა გვახსოვდეს, რომ ძალაში და სამწუხაროდ ამ დრომდე შესაბამისად შეუსრულებელი რჩება მთელი ამ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის ორი ძირითადი მოთხოვნა. ამ ადამიანების თანამებრძოლების რეჟიმის მიერ უკანონო დატყვევებული მშვიდობიანი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები. ადამიანები, რომლებიც უკვე რუსთაველზე რახანია დგანან ურყევად და ითხოვენ ამ ორი მოთხოვნის შესრულებას, სამწუხაროდ ამ დრომდე უშედეგოდ ამბობენ, რომ არაპირებენ კომპრომისზე წასვლა, ეს ბრძოლა არის უკომპრომისო იმ პირობებშიც კი, როდესაც ფაქტია, რომ კომპრომისების ფონი და წინაპირობები არ ჩანს არც მეორე მხრიდან, არც რეჟიმის მხრიდან. გავესაუბრები ახალგაზრდებს, რომლებმაც აქ მოაწყვეს რამდენიმე საათის განმავლობაში ერთგვარი გამოფენა, სადაც მათ მოტანილი აქვთ ვიდეო ჩანაწერები, მოტანილი აქვთ ფოტოები, სადაც ასახულია სხვადასხვა პერფორმანსი, რომლებსაც ისინი ფაქტობრივად ყოველდღიურად აწყობენ რეჟიმის საწინააღმდეგოდ. იქნება ეს უნივერსიტეტებთან, იქნება ეს რუსთაველის გამზირზე თუ სხვა ლოკაციებზე. რასაკვირველია, დავიწყოთ პირველ რიგში შეკითხვით, თუ რას ნიშნავს მათთვის 26 მაისი, რა დატვირთვას ატარებს მათთვის დამოუკიდებლობის დღე, როგორია ამ დღის გადააზრება 107 წლის შემდეგ. სალომე, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში მუშაობთ. თქვენ საგამოფენო სივრცეზე მოგვიყავით პირველ რიგში. ეს ასახავს ერთგვარად ეს გამოფენა იმ გზას, რომელიც თქვენ გაიარეთ აქამდე, ხო? მაგრამ იქამდე აუცილებლად უნდა კითხოთ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე, 26 მაისის დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე, როგორ გესმით თქვენ ეს დღე და ეს ბრძოლა, რომელშიც თქვენ გახართ წინა ხაზზე თქვენ თანამებრძოლებთან ერთად. პირველ რიგში დღევანდელი თარიღი ნებისმიერ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის სიმბოლო ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის. მაგრამ დღეს ამ მოცემულობაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს გამოვხატოთ ის, რომ ჩვენ ნამდვილად დამოუკიდებლები ვართ და ნამდვილად ვითხოვთ დამოუკიდებლობას. მე შევახსენებდი ადამიანებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამდვილად აღსანიშნავი დღეა, მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ეს დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ არსებობს რეალური საშიშროება იმის, რომ ეს უბრალოდ ფასადური თარიღი იყოს და რეალურად აღარ იყოს ეს სახელმწიფო დამოუკიდებელი და დაკარგოს თავისი სუვერენიტეტი და ევროინტეგრაცია და ასე შემდეგ. ჩვენ რა თქმა უნდა პროტესტის დაწყებიდანვე ყოველდღიურად ვიბრძვით სტუდენტები და ჩვენ ყოველთვის ვამბობთ იმას, რომ ჩვენ ყველგან ვიქნებით იქ, სადაც საჭიროა. შესაბამისად ვთვლიდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ხმა გაჟღერებულიყო დღეს. ამ 6 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი აქტივობა ჰქონდა, 10 მოძრაობას, 10 სხვადასხვა სტუდენტურ მოძრაობას და დღეს შევეცადეთ, რომ ძალიან მოკლედ მოგვეცრო ადამიანებისთვის ამ 6 თვის განმავლობაში რა გავიარეთ. რა გაიარეთ, ჩვენც რო გვითხრათ მოკლედ თუ შეიძლება. პირველ რიგში მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველდღიურად აქციებზე დავდივართ და ეს არავისთვის გასაკვირი არ იქნება, იმიტომ რომ ამ ყველაფერში ჩართულია ძალიან ბევრი ადამიანი. თუმცა მოგეხსენებათ, ჩვენ შევედით უნივერსიტეტებში და დავიკავით უნივერსიტეტების ფოიე რამდენიმე ხნის განმავლობაში. მერე გახსოვთ ალბათ თეატრალური უნივერსიტეტის ინციდენტი, როგორც მოიქცნენ მათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სტუდენტური ერთობა გამოჩენილიყო, ვინაიდან ჩვენ ნამდვილად გვწამს ამის, რომ სტუდენტები ის ჯგუფი ვართ, რომელმაც ერთად უნდა ვიბრძოლოთ. შესაბამისად, ჩვენ ერთად ვიბრძვით, სხვადასხვა აქტივობებს ვაკეთებთ, როგორც უნივერსიტეტში შიგნით, ასევე გარეთ, სხვადასხვა სივრცეში. სწორედ ამ ისტორიას მოგითხრობთ ძალიან მოკლედ დღეს და მოუთხრობთ ადამიანებს და მოუწოდებთ, რომ იმ სტუდენტებს, რომლებსაც ჯერ არ უპოვიათ თავი ამ პროტესტში, იპოვონ და შემოგვიერთდნენ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის თითოეული მათგანი. მადლობა, სალომე საზანაშვილს უსმენდით, ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. მე გიჩვენებთ კადრს, უკვე რამდენიმე საათია ფუნქციონირებს ეს საგამოფენო სივრცე, რომელიც სტუდენტებმა მოაწყვეს. ეს გამოფენა უკვე დასასრულს უახლოვდება, თუმცა პრინციპში შეგიძლიათ ნახოთ ამ ღონისძიების მთავარი გზავნილი სტუდენტური წინააღმდეგობა.
გარდაუვალია, სწორედ ეს წერია მთავარ ბანერზე, რომელიც გამოფენილი აქვს ახალგაზრდებს. მე თქვენ გიჩვენებ ფოტოებს, ხოლო ოპერატორს რომ გიჩვენოთ ფოტომასალა, აქ ასახულია სხვადასხვა პერფორმანსი, რომელსაც სტუდენტები ამდენი თვის განმავლობაში, მთელ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის განმავლობაში აწყობდნენ. აქ არის სხვადასხვა მარში, მსვლელობა, რომელიც იმართებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მაურია იმედია გესმით, ჩემი ხმით სიტყვით გამოდიან სტუდენტები, ისინი ხვდებიან თუ როგორ გაიარეს მოყოლებული ოქტომბრიდან მთელი ეს გზა, მთელი ეს უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის რთული გზა. აქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, ახალგაზრდები, რიგითი მოქალაქეები, აქ სხვადასხვა პროფესიის ასაკის, მათ შორის შესაძლოა სხვა პოლიტიკური გემოვნებისა და შეხედულების მქონე ადამიანები არიან, რომლებიც თანხმდებიან ერთხმათ, რომ საქართველოს ერთადერთი გზა უალტერნატივოდ ევროპული გზა. მოგასმენინებთ შემდეგ გამომსვლელს, ეს არის სტუდენტი. გაგვაცნობს თავის თავს. რაც არტისტი ხარ, ძალიან რთულია, რომ დამოუკიდებლობისთვის არ იბრძოლა. იმიტომ რომ კრიტიკა და შენი აზრის შეზღუდვა ნებისმიერ სფეროში არის ძალიან ცუდი და ძალიან რაღაცნაირად ბოჭავს. მინდა რომ გავიხსენო უბრალოდ პირველი ჩემი და სამხატვრო მოძრაობასთან გადაკვეთის მომენტი და ეს იყო ის დროს, როცა რაღაცნაირად დანებებისკენ მივდიოდი და ვგრძნობდი, რომ ჩემ აზრს მე მარტო ვერ დავიცავდი და ზუსტად ამ დროს უკავა ეს ადამიანები და ზუსტად ამ დროს მათთან ვიგრძენი ის ერთობა, რომელსაც ყოველ დღემდე რუსთაველზე ვგრძნობდა. სახლში სამწუხაროდ, როცა მივდივარ პოლიციის გვერდზე, ბევრად უფრო დაუცველად ვგრძნობ თავს, ვიდრე აქ რუსთაველზე. და მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ამ ყოველთვის. გავიმარჯვე აუცილებლად. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, რთულია, რომ დღევანდელ დღეს დამოუკიდებლობაზე არ ვისაუბროთ. დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რომელსაც წესით ვსეიმობ თავისუფლებაში, ღირსებით და იმ შევძებით, რომ ჩვენ ქვეყნის მომავალი ჩვენს ხელშია. მაგრამ დღეს ამიტომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ჩვენს ხელშია, ამას ამბობს გამომსვლელი, რომელსაც საზოგადოება ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში უსმენ და გრძელდება სიტყვით გამოსვლები. ხედავთ საზოგადოებას აქციის მონაწილეებით განან და უსმენენ სტუდენტებს, რომლებიც აღწერენ იმ კომპლექსურ რთულ გზას, რომელიც მთელი ამ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის განმავლობაში გაიარეს.